მოგესალმებით. ჩვენს მაყურებელს. მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. ხო, მე მგონი დღევანდელმა დღემ ძალიან კარგად ჩვენ რა სტანდარტზე და რა ხელწერაზე ლაპარაკობს ბატონი კომახიძე, თქვენი მრავალათასიანი მაყურებლისთვის მიმინდია იმის აღქმა უბრალოდ ერთი წამით გააზრება, რომ რა ვიცი, გავრილოვის ღამის სტანდარტი არის, მათი სტანდარტი, ანუ ეს არის რაღაცა კარგი ხელწერა, ან 300-ზე მეტი ნაწამები ადამიანი აქციების ახლოს მიმდებარედ დაყენებულ სამარშრუტო ტაქსებში 18-20 კაცის მიერ სისტემურად ნაცემი 300-ზე მეტი ადამიანი, ეს არის რაღაცა ესა უმციკლო ხელწერა. უმციკლო ხელწერა კი არა, ჩვეულებრივი პოლიტიკური ფსიქოზი არის მათ თავს, როდესაც ამას უმციკლოს ეძახი ხა რაღაცა არა. დახვეწილი როგორია ეს? არა ჯანსაღად ხარ მე მგონი, ამისთვის ამ სისტემაში ასეთ საკითხებს რამე დახვეწილი უწოდ უბრალოდ რა ვიცი ხარ. ახალი ფორმა არის ფსიქოლოგიური სადიზმის. ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ რეალურად რა მოყვება, როდესაც ქვეყნის მთავარ გამზირზე, ქვეყნის მთავარი პოლიციელები წახალისებული არიან ადამიანების სისტემური წამებისთვის. ხო, არ მიხსენებია 300-ზე მეტი ადამიანი ქალბატონი ინგა. 300-ზე მეტი ადამიანი რომელიც ამ ქვეყანაში ერთი და იგივე ტექსტს ამბობს, ისე რომ მათი უმრავლესობა ერთმანეთს არ იცნობს. რომ სამარშრუტო ტაქსებში გაყავდათ და გულის წასვლის პირამდე სცემდნენ, იქ იყო გამოსთილი ხალხით, ისე როგორც ეს ომონის ბევრ რამეში წაგვიკითხავს, ბევრ ტექსტში წაგვიკითხავს, რომელიც რუსეთს ეხება. ომონი რა სისტემას იყენებს, იქ არის ერთი სტარშინა, ეგრეთ წოდებული, რომელიც იცის ადამიანის მოკლა რა ეტაპამდე ხდება ხოლმე, რა ეტაპზე ხდება. არაკვლევინებს სცემაში, ძირითადად რა შემსრულებლები არიან ახალგაზრდა პოლიციელები, ამას აკეთებენ სისტემურად 300-ზე მეტი კაცი გეუბნება, რომ ეს გაგვიკეთეს. და ამისთვის კი არის ჯი ადამიანებს ერთი საქმეც არ აღძრულა, ხო, ერთი საქმე არ ყოფილა. სანამ თქვენი კოლეგები გურამ როგავა, ელისო ჯარეშვილი სხვები თვითონ არ მივიდნენ, რა ყველაფერი არ დადეს პირდაპირ ეთერში არ აჩვენეს, მთელი პროცესი გამოძიების როგორ მოხდა ეს ამბავი, მე როგორ გამოიძეს, იქამდე 5 კაცს არ დაიჭირეს. პირიქით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ყველაფერს ხებძღვანელობდნენ, ღირსების ორდენები და გაიმეორა სხვა შორის ირაკლი კობახიძემ, რომ კი ეკუთვნოდა ზვიად ხარაზიშვილს ორდენი. ჩვენ ნახეთ ეს ხალხის მწამებლები, დასანქცირებულები, მაგნიცკის სიაში შესული მთავარი პირები ამ უბრალოდ სადისტი არარაობები. როგორ დააჯილდოეს ღირსების ორდენებით, ხო? ღირსების ორდენი არ ვიცი, საბოლოოდ გაუფასურა ეს ხა სამწუხაროდ არც შევარდნაციდან მოყოლებული დიდად პატივს ამ ორდენის არ სცემდნენ, ძალიან დიდი უბედურება არის ეგ, მაგრამ საბოლოოდ ფასი დააკარგილა ყაველაშვილის მიერ გაცემულმა ამ ორდენებმა, ერთის მხრივ, იმიტომ რომ ის არალეგიტიმურია, მეორეს მხრივ, იმიტომ რომ აი ასეთ ხალხს მიცეს, ადამიანების წამებისთვის ხელისუფლებას კონსტიტუციური წესრიგი დაიცვეს. ანუ მათი ეს რა ქვია, ხელისუფლება კმილებით რო დაიცვა, ეგ ცალსახად გააკეთა ხარაზიშვილმა, ეგ გააკეთა 350 კაცი, იმიტომ აწამა რომ კმილებით დაიცვა ამათი ძალაუფლება, თორე რა შუაში აქ სახელმწიფო სად არის ამ ყველაფერში? აი სულ ეგ კითხვა მიტრიალებს თავში, სად არის სახელმწიფო? სახელმწიფო არიან ის ბიჭები. ანუ ის პირუტყვები, ორი კაცი რომ უმოწყალოდ galახეს, ეგენი არიან სახელმწიფო. ბატონო ინგა, ეს ყოველს უნდა ესმოდეს. ეს ჩვენ ამბობთ რომ რაღაცა ძალიან ისე დავიწყეთ, რაღაცა გამოყოფა და გვერდზე გაყენება და ესენი არიან ბრძოლები და არა, ეს არის სახელმწიფო. დღეს თქვენი სახელმწიფო გამოიყურება ესე, როგორც აი თქვენს უკან ლიანი სისტემის სახე. თელი სახელმწიფო. ესე გამოიყურება. ეს არის რაღაცა იმაზე რა ქვია, დიდი ხანი ცოფიანი ძაბსო აუშვებენ, რა ქვია, ეზოში, აი ამ სახეებით, აი პირუტყვის, არაადამიანური გამომეტყველებით, როგორც სიამოვნებას იღებენ თან ამ პროცესიდან, ხო, როცა ადამიანს სცემენ. და ორი დღე ჩვენ რას უყურებთ რეალურად? იმას კი არა, რომ თავარზე ვილაპარაკოთ ადამიანზე, ამ შემთხვევაში ფიზიკურად განადგურების პირას მიიყვანეს, მორალურად დაანგრიეს და ეს ბიჭი ამას იძახის, არ ბალავს. რა შეურაცხყოფად შეიძლება პიროვნულად ადამიანს მიაყენებისთვის, რომ მან თავი ადამიანად აღარ იგრძნოს, აბსოლუტურად ყველაფერი გაუკეთეს. galახეს, აგინეს, დაემუქრენ, ჩაგიდებ, მისი ოჯახის წევრი გამოიყენეს პროპაგანდის. აი მაგ მივდივარ. ძალიან ამაზრზენია ჩემი აზრით. ძალიან. ეგ არის ყველაზე დიდი, ყველაზე საგანგაშო ამ ამბავში არის აი ეს, რაც თქვენ ძალიან სწორად ახსენეთ ახლა. ყველაზე საგანგაშო ეგ არის. ყველაზე საგანგაშო არის ამ საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობა, როდესაც ხელისუფლება და მისი მთელი პროპაგანდის მანქანა ასე მარტივად აკეთებს ხოლმე ადამიანის დეჰუმანიზაციას, გაქრობას უბრალოდ. შეხედა ამბიდან ადამიანი გაქრა. მეორე დღეს ამ ამბიდან ადამიანი, რომლის სცემაზეც არის ლაპარაკი, გაქრა. მისი ადგილი დაიკავა მამიდამ თუ ბიცოლამ თუ დეიდამ, არ ვიცი, დიდი პატივისცემით ამ ქალბატონის მიმართ, რომლის ინსტრუმენტალიზაცია მოხდა იმის თქმით, რომ არავინმე არ მინდა. ანუ ამ მამიდას მინდა უთხრა, ძვირფასო ქალბატონო, თქვენი ძმისშვილი ეხა
იჯდებოდა რომელიმე წინასწარი დაკავების იზოლატორში სასტიკად ნაცემი, ნეკნებ ჩამტრეული, ტვინის შერყევით. ამაზე არავის არ ეცოდინებოდა მამიდის და ოჯახის წევრების გარდა და დიდი ალბათობით 7 წლიან მუხტს დაუმატებდნენ ზემოდან პოლიციელებთან დაუმორჩილებლობის და იქ იმას წამალსაც ჩაუდებდნენ. აი ეს იქნებოდა სხვა შემთხვევაში. რომ არ აღმოჩენილიყო. რომ არ აღმოჩენილიყო ის აი ის ვიღაცეები. გადაიღეს ეს შეიძლება მამიდას არ მოწონდეს. სასტიკი ძალადობა პრინციპში რატო არის თაზო წარმოუდგენელი, როცა ყველა დაკავებული ყვება ერთი და იგივე სცენარზე. თქვენს თავადვე საუბრობთ ხო ამაზე, რომ პოლიციელები ასე ჯგუფურად მათ ამცირებენ, აწამებენ, სასტიკად ძალადობენ მათზე. ეს რეალურად არის სისტემის სახე. თა როდესაც გამოდის პრემიერ-მინისტრი კაცი და ამბობს, რომ კი იმსახურებდნენ, წამებელი იმსახურებს ღირსების ორდენს და კი ჩვენ გქონდა ადეკვატური რეაქცია. ადეკვატური იყო ეს რეაქცია? მარტო კადრებში 6-ზე მეტი პოლიციელია რა. დავთვალოთ, გავაჩერთ უკვე და დავთვალოთ, რომ 6 კაცზე მეტია. დავთვალოთ ისიც, რომ რავი, გამოვიძიოთ მათთან ერთად. გითხრან, სად იყო ეგ გადაცნობა, რას აკეთებდა ეს კაც. ეს მეორე საგანგაშო ამბავია, რომ კაც რომელიც კურირებს შინაგანსაკუთრების სამინისტროში ადამიანის უფლებებს, მისმა 10-მა თანამშრომელმა და 10-ზე მეტმა თანამშრომელმა, რა ის 6-მა ხო აქ, მოწყალოთ პირუტყუად კაცი რო ცემა, ის საკუთარ თავს უფლებას აძლევს, რომ დღეს ილაპარაკოს იმაზე, რომ თურმე ამ კაცს რაღაცა ცივი იარაღი ქონდა, თურმე ის ქონდა, რა ქვია, პოლიციელს არ დაემორჩილა და პოლიციელს თუ არ დაემორჩილებ, ახლა მე 15 პირუტყვი რო თავზე დაგადგება და შენ გასრესვას რომ მოინდომებენ თითქოს რაღაცა მწერი იყო, ეს ნორმალური ამბავია, თანხლები მოვლენა არის. აქაც კიდევ ერთხელ საგანგაშო ის კი არ არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული კაცი, რომელიც ახლა ისევ მინისტრის მოადგილე არის, ამან სიტყვის, ამაში გასაკვირი არ არის, ეგ კაცი მათ მაგიტო არის, რომ ეგეთი ბინძურები ლაპარაკობს. საგანგაშო არის ისე ვის რომ ის თulis რომ საზოგადოებას ამას მიყიდის და საზოგადოება ამას მიიღებს რომ თავარი აქ ის კი არ არის თავარი ამბავი ის კი არ არის რასაც თქვენ თვალებით ხედავთ აი ეს არ არის ოღონდ კარგი მომენტში პროპაგანდის მეთოდი ეს არის პროპაგანდის პანიკური ამბავი ყოველთვის როდესაც თვალებში გიყურებს შენ ხედავ ამ ყველაფერს აი ეს შემთხვევაში როდესაც ვერ გაურბის უყურებ დაინახე ყველაფერი და ამაზე გეუბნებ რომ არა მან თავარი კი არა რაც შენ დაინახე თავარი ის რაც შენ ვერ დაინახე და ადამიანის ფსიქოლოგია მანდ მიდის და რაც შენ ვერ დაინახე ღირსი იყო არის შანსი ანუ იმაზე ეუბნება მინისტრის მოადგილე შსს მინისტრის მოადგილე ხალხს ეუბნება რომ ღირსი იყო ანუ ამ ფრაზის სხვა ახსნა ხო არ არსებობს აი ეს ფრაზა ხო იმას ამბობს რომ ეგ კაცი ღირსი იყო მაგის აბა რატო ამბობ ამას ხო შენ ხო აქ იმიტომ დაგაყენეს რომ მაგ კაცზე კი არ ილაპარაკო ანუ დანაშაული იმ კაცის კი არ თქვა ილაპარაკო იმაზე რა დანაშაული ჩაიდნენ შენ სამწუხაროდ თანამშრომლებს როგორ ვერ ანუ მაგაზე იდგა სისტემას თაზობ თქვენ როგორ ფიქრობთ როგორ ვერევით სისტემას რომელზეც დგას ქართული ოცნება აი ამ ტიპის ძალადობებს აი ასე ვერევით ისეთი ადამიანებით რომლებიც მიუხედავად აბსოლუტური კატასტროფისა, რომელშიც ეს ქვეყანა აღმოჩნდა განსაკუთრებით უკანასკნელი 2 წლის მანძილზე. როდესაც ამ ქვეყანაში გაქრა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, სხვა კონსტიტუციით, ის რაც გვეგონა რომ ხელშეუხებელი იყო, ყველაფერი ფეხქვეშ გაიტელა, ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არსებობენ პირველი ხალხის მოქალაქეები, თვითონ ესენი ეგრეგონიათ და მეორე ხალხის მოქალაქეები უნდა ვიყოთ. ჩვენ ქვეყანა, სადაც აი გაბატონებულია ძალადობა, კორუფცია, არასახელმწიფოებრივი, არაეროვნული იდეოლოგია, ქვეყანა მიექანება ჭაობისკენ, ჩიხია, გარედან არავინ აღარ გვიყურებს, არავის ჩვენ გაგონება არ გვინდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ ამ ქვეყანაში არიან უმრავლესობა ადამიანების, რომლებიც იცავს თავის თავისუფლებას, იცავს ამ ქვეყნის თავისუფლებას შესაბამისად, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები თავისუფლები არ იქნენ, აგერ 26 მაისს აღნიშნეთ ცოტა ხნის წინ, ის ადამიანები, რომლებიც 18 წლის 26 მაისს საღამოს გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, მანამდე რამოდენიმე თვე და ამის შემდეგ კიდე აი რესპუბლიკის არსებობის ბოლომდე ყოველ დღე ელოდებოდნენ ფიზიკურად გაანადგურებდნენ. ყოველ დღე, იმიტომ რომ ეს იყო ქვეყანა, მარტო წითელი არმია კი არ იბრძოდა, თეთრი არმიაც იბრძოდა და ნახევარი სამყარო პირველი მსოფლიო ომი მთავრდებოდა, ხო, გავიხსენოთ ამ ჩვენ რეგიონში. მაგრამ ის ადამიანები თავისუფლებას მაინც იცავდნენ, კონსტიტუცია დაწერეს და ბოლომდე გაიტანეს და რომ 7 ომი იომეს. ყოველ დღე ელოდნენ რომ საერთოდ აღარ იქნებოდნენ. აი ესე მოვიდოდნენ ვიღაცა თბილისში და გაიტანდნენ აქედან და საჯაროდ დახვრიტავდნენ პირველები სიაში ეგენი იყვნენ. ასეთი ადამიანები როგორც არიან ეს არაჩვეულებრივი ჟურნალისტები, რომლებიც უწევს
დაემთხვა და გადაიღეს. ოღონდ აქ თავი ის კი არ არის რომ აი გამოვიდა და გადაიღო, ხო? ეს მისი პროფესიაა და თქვენი პროფესიაა და ეს ჩვეულებრივი ამბავი. ოღონდ მას არ შეეშინდა, ხო? ეს უკან არ ტელევიზია აღარ დგას, არაფერი მედიას არაფერი არ დგას. ეს ბიჭები დღეს მარტო პარტიზანულად იბრძვიან. მაგრამ არ შეეშინდა და ეს გააკეთა. არ შეეშინდა ამ ქვეყნის ძალიან ბევრ 1000 მოქალაქე. მაგრამ აი გორი გარეთ უნდა მდგარი იყო თუ არა მთელი გორი თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ხო დადიხართ. თქვენი პარტია ხედავ რეპორტაჟებს დადიხართ რეგიონებში, გაქვთ აქტიური შეხვედრები რეგიონებში მაცხოვრებელ ჩვენს თანამოქალაქეებთან. აი განწყობები როგორია? ეხა რეალურად ის რაც მოხდა კადრებში, რაც ჩანს, იყო იმის წინაპირობა, რომ მთელი გორი გამოსულიყო გარეთ, ხო? მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ. კი. ჩვენ სამწუხაროდ ეგ ეტაპები გავიარეთ ამ ქვეყანაში. აი კიდე მაგითო მეწევს გახსენება, რომ ბოლო 2 წელი იმდენ მძიმე ვითარებაში ვართ სამწუხაროდ. და განწყობები როგორია? ვიტყვი აუცილებლად. განწყობა არის აბსოლუტურად, ანუ განწყობა არის ის რაც უმრავლესობის განწყობა არის მთელ ამ ქვეყანაში. რა განწყობაც არის თქვენს გარშემო უმრავლესობის, ხო? იმ წრეში სადაც თქვენ წერთ, ან ჩემ გარშემო უმრავლესობის. ზუსტად იგივე არის, იმაში რა ქვია, ნებისმიერ იმერეთის სოფელში, ნებისმიერ მაღალმთიანი აჭარის სოფელში, ნებისმიერ სამეგრელოს რაიონში, ნებისმიერ სამცხე-ჯავახეთის დაბაშთა ქალაქის სოფელში, ყველგანი განწყობა. უმრავლესობა თulis რომ ესენი არიან ის, რასაც ეხა აი ამ კადრებზე ხედავთ. რომ ეს არის საღორე. რომ ამაში ცხოვრება აღარ უნდათ. რომ ქვეყანაში სადაც კორუფცია ისე მეფობს, რომ ნახევარმთავრობა წინა ამის წინამორბედ ციხეში უზის. რომ ამაზე ყოველი მეხუთე ბავშვი ამ ქვეყანაში შიმშილობს. რომ ამ ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა 1 წლის მანძილზე. რომ ფასები ყოველთვიურად 10%-ით იზრდება. რომ შვილს მესამე სოფელში ატარებს სკოლაში, იმიტომ რომ თავის სკოლა 4 წელი აღარ არსებობს, დანგრეულია. რომ ხიდზე ვერ გადადის და ბავშვი კალოშებით თუ არ ვიცი რაღაცა იმებით უნდა გადაატაროს მარტო. იმიტომ რომ ხიდები არ აქვს წლობით, 10 წლეულებით რაღაც სოფლებში. და ამ დროს კობახიზე გამოდის და უთulis მაგალითად 7%-ამდე შევამცირეთ ციგარიბეო, დავძლიეთ. სულელი ხო არავინ არ არის. ყველას ხო ესმის ეს ცინიზმი, ეს უბედურება, ეს ბოროტება. ოღონდ არის სხვადასხვა ადგილები, სხვადასხვა მოცემულობები, ადგილსაც არ ვით, ხო, გეოგრაფია არ არის აქ თავარი რა, სოციალური ფაქტორი არის. სხვადასხვა მოცემულობები ჩვენი მოქალაქეების, რომელიც რომელსაც არ მივყევართ იქამდე, რაც თქვენ თქვი ძალიან სწორად, რომ მთელი გორი იქ უნდა მდგარიყო, იმიტომ რომ გორელი ბიჭი, შრომელი, კარგი გორელი ბიჭი, რომელიც სამსახურიდან შესვენებაზე იყო გამოსული, უბრალოდ დაჩაგრეს რა. აქ მეტი არაფერი. აი ამათ აქ ძალაუფლება. ამიტომ გამიჩნდა ეს მაგითო არიან როგორ ვერევით, ხო, იმიტომ რომ აი ამ მოძალადეებზე დგას სისტემა, შეუძლებელია ამას დღეს გორში ყველა ვერ ხვდებოდეს, ყველა ვერ ხედავდეს, არ არსებობს გამორიცხულია, მაგრამ აი მაინც ის რეაქცია, რაც შესაძლებელია ჩვენ გვენახა, თქვა თბილისში, რეგიონებში უფრო ნაკლებია. აი მაგითო ვამბობ, იმიტომ რომ ეს სოციალური მოცემულობა არის სხვა, იმიტომ რომ რეგიონებში საზოგადოებები ეს რაღაცა community რასაც ხო ინგლისურად ხო აი მცირე საზოგადოება იმ სოფლის ან იმ ქალაქის პატარაა და იქ ძნელია ესე პროტესტის გამოხატვა მაგრამ ზუსტად ვიცი რომ დღეს დილიდან უკვე გორში აი ამათ ხსენებას ამათ მოდგმას ჯიჟ და ჯილაკს ყველა სახეში აფურთხებდა ხო იცი გორელები პირდაპირ ხალხი არიან და საკმაოდ პირდაპირ გამოხატავენ აი ეს ქუჩაში რომ ჩაივლის გადაიფურთხებიან იმიტომ რომ ესეთი არაკაცია იმიტომ რომ თავის თანაქალაქელი გააფუჭა შეიძლება აღმოჩნდეს რა თქმა უნდა კაცო და აი ესე ხდება ინგა ეს ხო არ არის გამონაკლისი ეს კიდევ ერთხელ გამოვიდა არ არის გამონაკლისი ის ბიჭი რომელიც რამოდენიმე თვის წინ 16 წლის ბიჭი გახსოვს ნოდარის მელოდის გადაცემაშიც იყო 16 წლის ბიჭი ნახალოვკაში რომელიც ზუსტად იგივე პროს ტელეფონი ჩართა დარჩა ჩართული ამ ბიჭს და იქიდან ისმოდა როგორ აგინებდნენ მამის გაუპატიურებით როგორ ემუქრებოდნენ ეხლა ისიც გამონაკლისია ის 300 კაცი გამონაკლისია ყველა ამ ქალაქის და ყველა სხვა ქალაქების უბნებში ახალგაზრდა ბიჭებს ქუჩაში 3-4 აი ეს შავმაიკიანი ტიპები რო აჭერებთ იმიტომ რომ პროსტა სახეზე არ მოეწონა ბოდიში ჟარგონისთვის ამას ჟარგონის გარეშე აი პროსტა სახეზე არ მოეწონა არ მოეწონა როგორ გაიარა არ მოწონს ვიღაცას რა სიგრძის თმა აქვს და გაჩერებს და რა ვიცი იმ მომენტიდან როცა გაჩერებს თulis რომ ისი ხარ ანუ ყველაფერი შეუძლია იმიტომ რომ ეგრე უთხრეს ყველაფერი შეგიძლია გალახო შეგიძლია ნარკოტიკი გედოს იმისთვის რომ იმას ჩაუდო და ცხოვრება გაუმწარო შეგიძლია სახეში შეაფურთხო დააყენო გაუპატიურებთ ყველაფერი შეგიძლიაო ანუ ყველა მათზე ზემოთ დგახარო და პატარა ქალაქია გორი გვერდზე ქუჩის მეზობლები იქნებიან ნათესავები იქნებიან რაღაცა კავშირი ერთმანეთში ექნება დღეს ეს კავშირები უკვე გარკვეული იქნება იქ ადგილზე
და აი რავი, აი აქამდე მიდის და როგორ უნდა ვებრძოლოთ საზოგადოების გამოფხიზლებით მაქსიმალურად მეტი ადამიანის აი იმ კონდიციაში გადასვლით, რომ დაუპირისპირდეს ყველანაირი ფორმით ამას. და ეს ფორმა კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერ იქნება ყველგან და ყოველთვის აქციები. გაიხსენეთ ინგა თქვენ უდიდეს გამოცდილება გაქვთ ქართული თქვენთან ერთად დაიბადა ეს სახელმწიფო პოლიტიკური. გაიხსენეთ ყველა მომენტი, როდესაც ხელისუფლების ცვლილება იყო და გაიხსენეთ, რომ გავიხსენოთ ყველამ ერთად, ვინც ახლა გვიყურებს, რომ ყველაფერი პროტესტით არ გამოიხატებოდა, ყველა ესეთი გაბედული არ არის, ყველა ისეთი მაგარი არ არის, როგორ მაგარიც დიდ დღეებში და თქვა 26 მაისს დიდი მადლობა მინდა გადავხადო ყველა ადამიანს, რომელსაც ამ ყველაფრის, ამ 500 დღის მიუხედავად დაძლია ყველა ეს შიში და უბედურება და ისევ ქუჩაში იყო და დაანახა ამათ, რომ საპანიკოთა აქვს საქმე, მათ შორის. მაგრამ ყველა ესე ვერ გამოხატავს. ყველა საქმე უბრალოდ რომ დაუპირისპირდეს ამას თავის სანთესაოში, თავის სოფელში, თავის ოჯახში. თავის კლასელების შეკრებაზე, ყველგან. ცვლილებები ჩანს ამ ადამიანების განწყობები, რაზე მეტყველებს, ანუ ცვლილებები არის შორს თუ ცვლილებები არის ახლოს, თაზო. იმიტომ რომ ადამიანი რომ გამოვიდეს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ რეგიონებზე ვსაუბრობთ, ნახევარზე მეტი მიმულიყავთ, ზოგი დაშინებით, ზოგი სუსით, ზოგი სოციალური დახმარებით აღარ ვინც არა ისინი წასულები არიან. და ნახევარი კიდე გადახვეწილია ამ ქვეყნიდან. აი ამ ადამიანების განწყობები რა იმედს გიჩენ თქვენ? სხვა შორის ეს ძალიან საინტერესოა. ცვლილებები ახლოს არის, ასე ხედავთ თქვენ როცა ხალხს ესაუბრებითო, ცვლილებები ჯერ არ ჩანს. არა, ცვლილებები ახლოს არის, ინგა ძალიან ახლოს არის ცვლილებები. როდესაც ვითარება ეს არის, აღარ გამეორდები, რაც ეხა აღვწერეთ. ხო. სოციალურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ყველანაირად. ერთ-ერთ ეკონომიკაში აქვს თქვათ შორის კარგად საქმე, აი ამ რაღაცა რუსეთზე მეკობრეობა ჯერ კიდევ იმ ფინანსურ რესურსს აძლევს, რომ თუნდაც აი ამ არსებებს თავი კაცებად აგრძნობინონ და რაღაცა პრემიები ურიცხონ ხოლმე ამის გულისთვის. ჯერჯერობით ეგ რესურსი არის, მაგრამ ეგეც ამოწურვადია და იწურება. ცვლილებების მოთხოვნა ყოველთვის არის მყისიერი, როდესაც ვითარება არის გაუსაძლისი. აი ყელთან არის და შეიძლება ჩაყვეს. აი წყნარ ჭაობშიც, ხო? ყველაზე ჭაობი ძალიან ჩუმი ადგილია, მაგრამ რამოდენიმე წუთი გჭირდება, ამის რომ ადამიანი ჩაითრევს და გაათავოს. აი ეგ ჭაობის ვითარება დგას დღეს სამწუხაროდ ამ ქვეყანაში. აი ეს რაღაცა ლპობა ზეზეული მთელი სახელმწიფო სისტემის, ლპობა სოციალური ქსოვილის, ივანიშვილის მცდელობა, რომ თავის ძალაუფლებას შესწიროს, აბსურდულად ყველაფერი, სახელმწიფოს მიღმა კიდევ ერთხელ გავმეორდები, სოციალური ქსოვილი შეწიროს, იმიტომ რომ ეს განგრძობადად და ხშირად ალპობს ერთის მხრივ სახელმწიფო სტრუქტურებს და ამას შეუქცევად პროცესად აქცევს. მაგრამ მეორეს მხრივ ეს ძალიან მძიმედ მოქმედებს საზოგადოებაზე. ძალიან მძიმედ მოქმედებს. ესეთი ძალადობა იწვევს აგრესიას და ის აგრესია ამ ქვეყანაში ტრანსფორმირდა ძალადობად და ძალიან ცუდ ძალადობად. ამ ქვეყანაში მაგასთან თამაში არ შეიძლება. რა ემატება ამ ყველაფერზე, ხო? მე თბილისზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ძალიან ოპოზიციურია და ყველაფერია, აი ბოლო ადგილობრივი არჩევნებიც ამაზე მეტყველებს. ხო? ანუ 20%-ით არჩეული მერი მიიღო ქართულმა ოცნებამ დედაქალაქში, მაგრამ აი რეგიონებზე როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, პროპაგანდაზე როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ გარდა იმისა, რომ სოციალური დახმარებებით ყავთ ეს ხალხი მიბმული, დაშინებით, სუსით, კრიმინალებით, პლუს აი ამ ძალადობით, რასაც აყურებინებენ და ყველა გორელი, როცა ვამბობთ, ყველა გორელის მიღმა, ალბათ ყველა ხაშურელი, ყველა სამტრედიელი, ყველა ზუგდი, ყველა ადამიანი დარწმუნებული ვარ, არის ინფორმირებული, რა დოზით ძალადობს სისტემა საკუთარ მოქალაქეებზე, მაგრამ ამას ერთვის პროპაგანდა ანტიდასავლური, რომელიც ესმით ყოველდღიურად, ის უმძიმესი განცხადებები, მაშინ როდესაც ჩვენ სამეზობლოში მაგალითად მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან, როცა ტრამპი სომხეთს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს, რუბიო ჩადის, მასთან მომავლის გეგმებზე საუბრობს და აი ამ რეალობაში ხალხს აჯერებენ, რომ მაინც გეზი არის სწორი. ეს გზა რა გზასაც ოცნება არის სწორი. ეხლა მაინტერესებს იგივე რეგიონებში ხალხთან შეხვედრები, თქვენ რაზე მიგანიშნებთ, ანუ მუშაობს ეს პროპაგანდა, ეს ანტიდასავლური პროპაგანდა და აქვე ბრიუსელში იყავით, ხო? მერთან გქონდათ შეხვედრა, არ ვიცი ეს თემა იყო თუ არა თქვენ საუბარში, აქვს თუ არა შანსი ოცნებას რამენაირად თავი რომ დააღწიოს იმ იზოლაციას, რაშიც ის აღმოჩნდა 2024 წლის არჩევნების შემდეგ.
ყველაზე ნათელი მაგალითი ინგა არ აქვს ამის შანსი არის ის ერთი წელი ქართული დიპლომატიის უბრალოდ ერთ წელს რო გადავხედოთ რომ ნახოთ უმაღლეს თანამდებობის პირები სად დადიოდნენ ეგ არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმის რომ არათუ იმ სამყაროში რომ სამყაროში საქართველოს რომის სამყაროს ნაწილი საქართველოს ყველა ვარიანტში არის ან ცივილიზებულ სამყაროს გულისხმობ დასავლეთს გულისხმობ რომელიც დამოუკიდებლობის დღიდან დღევანდელ დღემდე ქართულმა საზოგადოებამ რომ გადავწყვეტეთ რომ იმის ნაწილი უნდა ვიყოთ ის ფასეულობებზე დაფუძნებული სამყაროს ნაწილი რომელთანაც ასე ვერ დალაგდები როგორც ახლა ივანიშვილი არის როგორც პრემიერ-მინისტრი თქვენთან მოვდიოდი ახლა პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვკითხულობდი სადაც თქვა რომ აგერ აზერბაიჯანი და სომხეთთან ისე დალაგდაო შეერთებული შტატები რომ არც პატიმრების განთავისუფლება და არც ოპოზიცია არც კანონები და არც დალაგება არ ხო ეს კაცი უკვე ძალიან ძიმე ვითარებაში სხვა შორის უკვე ყველაფერი გაურბის ეს ახლა გაქცეულია რა სერიოზული კაცი ამას არ იტყოდა და მისთვის უკუ რეაქცია არის პირველ რიგში და მისი პროპაგანდისთვის არა დასავლეთთან შეუძლებელია რომ ამ ვითარებაში ანუ ივანიშვილს ეხლა რას ცდილობს პირდაპირ ვთქვათ ხო არის სხვა რიფარება ივანიშვილი ეხლა ცდილობს რომ სტატუს კვო დაალაგოს ანუ ისე როგორც არის აი ეს ჯოჯოხეთური მოცემულობა ის რაღაცა კვაზი დიქტატურა პუტინის ფეხქვეშ შესთავაზოს ყველა აი ამ ჩვენ ძველ პარტნიორს და მეგობარს აი ეს არის დღეს საქართველოს და ამასთან ილაპარაკეთ და ჩვენმა პარტნიორებმა და მეგობრებმა რომლებიც აი ეხლა ამ დღეებშიც არიან საქართველოში და ძალიან აქტიურად შეხვედრებს ატარებენ ეს ქვეყანა ჩალით დაფარული არა და მათ ძალიან კარგად იციან რომ ეს ქართული ხალხის განწყობა არ არის ანუ იცხოვროს აი ამ რაღაცა პროვინციულ ბანძ პირდაპირ ვიტყვი დიქტატურაში ეს მათი სურვილი არა საქართველოს უმრავლესობის სურვილი არ არის ამის გამოხატვას ჩვენ ვახერხებთ ახერხებს 5-ზე მეტდღიანი პროტესტი ახერხებს ჩვენი საერთაშორისო აქტივობა ჩვენი შეხვედრები ჩვენი ლიდერების შეხვედრები იქნება ეს მამუკა ბადრი მე ირაკლი სხვები და აჩვენებს რეგიონებში სიარულიც იმიტომ რომ რეგიონებში სიარული ყველაზე კარგი ერთის მხრივ გარეთ ხედავ ქვეყნის რამდენად არის პოტენციალი რომ იმათმა მიიღონ ეს კაცი ესეთი და ქვეყნის შიგნით ხედავ ყველაზე მთავარს საქართველოს ყველაზე ნაკლებად ინტერნეტიზირებულ რაიონებში თუ სოფლებში იქ სადაც ყველაზე ძნელად აღწევს ერთის მხრივ როგორც კაი ამბავი მაგრამ მათ შორის ცუდი ამბავი იქაც შეხვედრებია ირაკლის ველაპარაკებოდი რამოდენიმე დღის წინ იქაც კი შეხვედრები აჩვენებს რომ შეუძლებელია რომ იმის შვილიშვილის რომ ეხლა რომ ეუბნები რომ შენ შვილიშვილი ევროპაში ვეღარ ისწავლის რომ იმან დათმოს შვილიშვილის ევროპაში არ სწავლა გესმით რა შესაძლოა ევროპაში მომუშავეა ევროპაში შვილი რომელსაც დღეს ხედავს წასული ჩვენი მოქალაქეებისა საბერძნეთში გახსოვს ხო კიდევ ცოტა ძველი ამბავი მინდა 20 წლის წინ როდესაც საბერძნეთში მასიურად ქართველი ქალები მიდიოდნენ ოჯახები რო გადაარჩინეთ უკან ვერ ბრუნდებოდნენ ერთი დღეც რო ჩამოდიოდნენ იმიტომ რომ მაშინ სავიზო რეჟიმი იყო და მთავრდებოდა მისთვის ყველაფერი რო ჩამოდიოდა ეხა ამას ახერხებენ ძალიან რთულ ყოფაში იქსიარულს აქაც ჩამოსვას და ოჯახის ნახვას ბევრ რამეს ახერხებენ დღეს რომელიც მონაპოვარია ჩვენი დასავლური გზის და იქითკენ სიარულის და ბრიუსელის მერთან ბევრი ვილაპარაკეთ რა თქმა უნდა საერთო პროექტებზე კულტურის სახლზე იმაზე თუ როგორი არის საქართველოს რეალური განწყობა და რა გვინდა ჩვენ ბრიუსელში ვილაპარაკეთ იმაზე რა არის მათი განწყობა მაგრამ ბრიუსელის მერთან ვერ ვილაპარაკებთ იმაზე რასაც გაიგებთ ხულოში ბათუმში ზუგდიდში სენაკში ტყვარჩელში და სხვაგან გაიგებთ იმას რომ ეს ხალხი ქართველი ხალხი მიუხედავად ბევრი სიძნელისა, მიუხედავად სიღარიბისა, მიუხედავად დაჩაჩანაკებული ვითარებისა, დღეს მაინც თავისუფლების მოყვარულია და არა ყველაფერს გვერდზე გადადებს და თავისი შვილის და შვილიშვილის მომავალს აი ამ ვიღაც გაურკვეველ მანქურთებს არ დაუთმობს. აი ეგ ზუსტად ვიცი. ეს ამის იმედი რო არ მქონდეს, ერთი წუთი ამ საქმეს არ გავაკეთებ და ამის იმედს ყველა ჯერზე რო არ მიმყარებდეს ამ ადამიანებთან შეხვედრა. ახსენებთ მაგალითად აი ეგიდიუმთან დაკავშირებით ბრიუსელის მუნიციპალიტეტს სენ-ჟილში მდებარე კულტო შენობა ეგიდიუმზე ეჭვიანობა ხომ არ დაეწყო ქართულად შემას გეტყვით ჩამოვაყალიბებ რას გეკითხები დაანონსებულია რომ მას შემდეგ რაც შეიძინა ხაზარაძეების ოჯახმა ეს შენობა კულტურული ისტორიული შენობა იქ უნდა მოეწყოს საზოგადოებრივი კულტურული ღონისძიებები და მაღალი რანგის შეხვედრები ანუ ეს იქნება აი ამ მაღალი რანგის შეხვედრების ორგანიზებისთვის განკუთვნილი სივრცეები მე მინდა უბრალოდ შეგახსენოთ რომ სამშობლოს ღალატის ბრალდებით საქმე არის აღძრული მათ შორის თქვენი პარტიის ლიდერების წინააღმდეგაც და ხომ არ ფიქრობთ რომ ეს ბრიუსელის თემა იგივე აი ამ კულტურული ისტორიული ცენტრის აღდგენის თემა და იმის დაანონსება რომ მაღალი რანგის შეხვედრებისთვის ეს იქნება საუკეთესო ორგანიზებისთვის განკუთვნილი სივრცე კიდევ უფრო მეტად გაამძაფრებს ეჭვიანობას და ბრალდებებს
ვიცი, აი იმ მიმართულებით, რაც უკვე მათ წაყენებული აქვს ჯაშუშები, აგენტები და ასე შემდეგ. გამორიცხული არაფერი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ხალხი გადაწყვეტილებას არ იღებს რაციონალურად ან სამართლის შესაბამისად, არამედ აბსოლუტურად პოლიტიკური ნიშნის, მაგრამ არც ჩემთვის, არც ირაკლი კუპრაძესთვის, რომელიც ახლა ერთი ქალაქიდან მეორეში დადეს, უკვე მეორე კვირა არ ჩერდება, მით უმეტეს არც ბადრის და მამუკასთვის, რომელსაც ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი ქარტეხილი უნახავთ. ჩვენთვის ეს არ არის შემაკავებელი ფაქტორი, რომ მათ რაღაც აბსურდულ 40-მიან ბრალდებაზე კიდე 40 დაამატებენ და ხა რაღაცა ქართული საქმის გამო კიდე უარესად. მარტივი იქნება კიდევ, უფრო მარტივი ასახსნელი იქნება ჩვენთვის, თქვენთვის, ყველასთვის, საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის, სინამდვილეში რის გამო იმართება ეს აბსურდული სასამართლო პროცესები, იმიტომ რომ ხო, ეს არ იქნება მხოლოდ კულტურული ცენტრი. ბრიუსელში ქართული სახლი იქნება ის, რასაც ყოველ სახელმწიფოები აკეთებენ. აი, მაგალითად, გოეთეს ინსტიტუტი აიღეთ, არ ვიცი, ფრანგული ინსტიტუტი, სხვა ასეთი ორგანიზაცია, ჩეხური სახლი, ასე შემდეგ. ყველას არის სახელმწიფო სტრუქტურა. ანუ სახალხო დიპლომატია, მეცნიერული დიპლომატია, კულტურული დიპლომატია ყოველთვის არის ნაწილი სახელმწიფოს წარმოდგენისა. ჩვენი სახელმწიფო ამას არ აკეთებს. არა თუ ამას არ აკეთებს, სამარცხვინოთ იქცევა საბაზისო დიპლომატიის თვალსაზრისით. და ეს ადგილი იქნება ხო, რა თქმა უნდა, იქნება კულტურული, იქნება ისტორიული, იქნება მეცნიერული კავშირების ადგილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს იქნება პოლიტიკური კავშირების ადგილი. რა თქმა უნდა, ქართული სახლი ბრიუსელში იქნება ის ადგილი, სადაც პარალელურად სახალხო დიპლომატიისა, პარალელურად კულტურული ცხოვრების წარდგენისა, პარალელურად იმის წარდგენისა, რომ საქართველოს, რა ვიცი, ყოველთვის ევროპის ნაწილი იყო ანტიკური ხანიდან მოყოლებული და ეს მის ოჯახში დაბრუნება არის, ამის პარალელურად რა თქმა უნდა პოლიტიკური საქმიანობა იქნება. რა თქმა უნდა, იქ პოლიტიკური საქმიანობა დღეს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამ სიგიჟე შეიძლება კიდევ რამოდენიმე თვე, რამოდენიმე წელიც ვიტყოდი, უსმინო საზოგადოებამ ერთ ყურში შეუშვეს, მეორეში გაატაროს. რაღაცა იქიდან დაილექოს, მაგრამ ქართველი კაცი ყველაზე საბაზისო პრობლემების მქონეც, ინგა, რა ვიცი, დანიის ცხოვრებით არ იცხოვრებს ერთი კვირა, რასაც ესენი უკეთებენ, ხო? დანიაში ეს თემა, რასაც ერთი კვირა თქვენ კოლეგებად ნაწოდები ოდესღაც ხალხი, რომელიც პროპაგანდის არხებზე მუშაობს, ხო, რა, ლამი ჯგუფები აღარ ყავდათ იმედს და რუსთავიორს თბილისში. დანიაში 5 ჯგუფით აშუქებდნენ ამბავს, რომელიც არავის არ აინტერესებს დანიაშიც კი, იმიტომ რომ იქ კანონის უზენაესობა არსებობს და იციან, რომ ყველა გადასტომა დაიჯება. და ქართველი კაცს რამდენიც არ უნდა ყვებო, დანია საზიზღარია და ბოროტია და თავის პოლიციელები, იმათი პოლიციელები რა იქნებიან, ყოველთვის მოუტრიალდებათ უკან გორში, ხაშურში, კასპში, თელავში მათი ბოდიში და პირუტყვობა. ამიტომ კი, ბრიუსელის ქართული სახლი იქნება ადგილი, სადაც იქნება ქართული think tank-ები ეგრეთ წოდებული, ხო, ის კვლევით ცენტრები, ქართული პოლიტიკური ლობი იქნება, სადაც თავისუფალი საქართველო შეიკრიბება და ერთი რამ ვიცი ზუსტად, რა პროცესებიც არ უნდა ამატოს 40 ტომიან საქმეებს კიდე ამის გამო და სხვა ამბების გამო, იმიტომ რომ პოლიტიკურად აქტიურები ვართ საქართველოს რეგიონებში და ქვეყნის გარეთ, რაც არ უნდა დაგვამატონ და სხვა ლიდერებიც მიგვაწერონ ამ საქმეებთან, ეს საქმეები არ გაჩერდება და ერთი რამ ვიცი ზუსტად ერთდროულად აღინიშნება ბრიუსელში ქართული კულტურის სახლში და თბილისში და საქართველოს ყველა ოჯახში ის დღე, როდესაც ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. და ის ამბავი, რაც ახლა ჩვენს თავს ხდება, ერთი ძალიან ისეთი უშნო მახინჯი ბოროტის იზმარი იქნება, რომელსაც ყველა მარტივად დაივიწყებს, იმიტომ რომ ადამიანებს გვაქვს ტენდენცია, რომ ასეთ ცუდი მომენტები დავიმწყოთ. ეს იქნება რაღაცა ძალიან ცუდი პერიოდი, რომელიც მარტივად დასრულდება. იმიტომ რომ მომავალი აქ არ არის. მომავალი არის იქ, რასაც გააკეთებს ბრიუსელში ქართული კულტურის სახლი, მომავალი არის იქ, რასაც აკეთებს 500 დღეზე მეტია დემონსტრაციები რუსთაველზე, მომავალი არის იქ, რასაც აკეთებს თავისუფალი საქართველო ყოველდღიურად თავისუფალ მედიებზე, თავისუფალ პოლიტიკურ პარტიებში, ქართული სტუდენტები ევროპის და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში. აი ეს არის ის, რაც არის საქართველო და რასაც ვერავინ ვერ მიითვისებს, ვერავინ ვერ წაგვართმევს და ვერავინ ვერ დაგვავიწყებს.